სასამართლო როგორც პროტესტის მონაწილეების რეპრესიის ინსტრუმენტი და მოწმე პოლიციელები, რომლებიც შემთხვევის ადგილზეც კი არ ყოფილან. თბილისის საქალაქო სასამართლო აქციაზე დაკავებული გიორგი მინდაძის საქმის არსებით განხილვაზე გადავიდა. პირველი ჩვენება სასამართლოს მისცა პოლიციელმა, ვისი განცხადების საფუძველზეც გამოძიება დაიწყო. პოლიციელი ყვება, რომ კანონდარღვევის ფაქტი ტელევიზიით ნახა, შემდეგ პატაკში აღწერა და გამოძიების დაწყების მოთხოვნით ხელმძღვანელობას მიმართა. დღესვე გამოიკვლიეს მინდაძის წინააღმდეგ არსებული ორი ვიდეო მტკიცებულება. რა ჩანს ამ ვიდეო კადრებში, სალომე ბოგუჩავა მოგვიყვება თბილისის საქალაქო სასამართლოდან. თუ დავეყრდნობით იმ მტკიცებულებას, რომლის გამოკვლევაც მოხდა საქალაქო სასამართლოში, საქმეში დევს ორი ვიდეო მტკიცებულება. ორივე შემთხვევაში გიორგი მინდაძე გადაადგილდება საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკით და იყენებს მას. როგორც პროკურორი ამბობს, პიროტექნიკის გამოყენება მოხდა სპეცრაზმელების მიმართულებით, დაშავდა ერთი სპეცრაზმელი მძიმედ და ერთ-ერთ ვიდეო მასალაშიც ჩანს პიროტექნიკის გასროლა სწორედ სპეცრაზმელების მიმართულებით. თავად გიორგი მინდაძე ამ ფაქტს არ ადასტურებს, ის იყენებს დუმილის სუფლებას. დღეს სასამართლო გადავიდა უკვე არსებით განხილვაზე, სწორედ არსებითი განხილვის ფარგლებში უნდა დაიკითხოს ის პოლიციელი, რომელიც პიროტექნიკის სროლის შედეგად არის დაშავებული. საქმე ეხება 29 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს. ბრალდებულს ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, მისი დაკავება კი 1 დეკემბერს მცხეთაში მოხდა. ყველანაირად ხედავდით, რომ იდგა პოლიციელი და რა როგორ ეთქვა დაწერილიც კი ნორმალურად და რაც ახსნილი იყო, ისიც რომ ვერ ჩამოაყალიბა. ამაში მე ვერაფერი ვერ დავინახე გიორგის დანაშაული, ვერც გიორგის გასროლი ვერ დავინახე, ვერც სრული კადრი ვერ დავინახე ვერაფერი. მე როგორც დედას ისე არ ვამბობ, როგორც თვალხედვით ჩანდა. სიტყვა ვერ ჩამოაყალიბა, კადრი სამსახურში ნახა, მერე აღიქვა და მერე გააკეთა ეს ყველაფერი სინამდვილეში. არც არაფრის შემსწრი არ არის და არც არაფრის მნახველი არ არის. აი როგორც იყო ეს ყველაფერი შეთითქმული, ნათლად ჩანს. სასამართლო პროცესზე დაიკითხა დეტექტივი, რომელმაც ნახა ვიდეოთ, როგორ ისროდა ბრალდებული პიროტექნიკას და როგორ ხვდებოდა პოლიციის თანამშრომლებს. გარდა ამისა, გამოვიკლეთ ვიდეო ჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს თავად ბრალდებულის, როგორ ისროს პიროტექნიკას და ნათლად ჩანს ის, როგორ ხვდება იგი პოლიციის თანამშრომლებს. შესაბამისად, უკვე დღევანდელ პროცესზე დავწუნებით ჩვენ, რომ გიორგი მინდაძის მიერ არის სწავლობად ჩადენილი მოცემული დანაშაული ქმედება და ბრალდების ხარი ამას დაადასტურებს პროცესის განმავლობაში. ორივე ვიდეო არის ერთ და იგივე დროს გადაღებული. ერთი ვიდეო არის, სადაც მხოლოდ გიორგი მინდაძე ჩანს, როგორ ისრვის ფეერვერკს. მეორე ვიდეო არის ესეთი. გიორგი მინდაძე ისრვის ფეერვერკს, კადრი გადადის ეგრევე სპეცრაზმელების მიმართულებით და ჩანს თუ როგორ ფეთქდება იქ ფეერვერკი და როგორ ხდება სპეცრაზმელი. დაგებული იყო ერთ-ერთი პიროვნების, ესე იგი 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ მხარეზე პოლიციელები იდგნენ, მეორეზე მომიტინგეები. და მომიტინგეების მხრიდან ერთ-ერთი პიროვნება ახალგაზრდა, რომელიც ბიოტექნიკის საშუალებით ახორციელებდა გასროლას რა. სადაც ის გასროლი პოლიციას ხდებოდა და ფეთქდებოდა. აქედან გამომდინარე ეს ჩათვალე სამართალდამცავად ეს ჩამოვტვირთე ეს ლინკი ჩემ ტელეფონზე, Facebook-ვებიდან ჩამოვტვირთე და პატაკის სახით მოვახსენე ჩემს ხელმძღვანელობას, რომელიც ეს ლინკი თვითონ დაუხდე პატაკს. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე გაირკვა, რომ გამოძიება დაიწყო იმ პოლიციელის პატაკის საფუძველზე, რომელიც საპროტესტო აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. პატაკში პოლიციელი ამბობს, რომ მან საპროტესტო აქციაზე კანონდარღვევა ტელევიზიის მეშვეობით შენიშნა. ამის შემდეგ ეს კადრები ხელმძღვანელებს მიაწოდა და მოსთხოვა მათ დაეწყო გამოძიება. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ გიორგი მინდაძეს გამოძიება ედავება პოლიციელზე თავდასხმას, თავად ბრალდებული კი დუმილის უფლებას იყენებს.